რაიდი აბრამიშვილის სახელობის ტურნირი ბერძნულ რომაულ ჭიდაობაში უკვე ტრადიციად იქცა. ტურნირს წელსაც იაშვილის ქუჩაზე მდებარე დახურული სპორტული კომპლექსი მასპინძლობდა. ტარდება ჭიათურის და საქართველოს სახელოვანი მოჭიდავის რაიდი აბრამიშვილის სახელობის ტურნირი ბერძნულ რომაულ ჭიდაობაში. რაც უკვე ტრადიციულია, რამოდენიმე წელიწადია ეს ტარდება და მეც ყველა შეჯიბს ვესწრები. სიამოვნებით მოვდივარ თქვენს ქალაქში. საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან ტურნირში მონაწილეობის მისაღებად 250 მოჭიდავე ჩავიდა. უმცროსი ასაკის არც ერთი მოჭიდავე პირველობის დათმობას არ აპირებდა. რამდენად მნიშვნელოვანია ასეთ ტურნირებში მონაწილეობა შენი აზრით? ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ გავიმარჯვო. და ყველაფერს გავაკეთე რომ გავიმარჯვო და გავიდე პირველად. ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის მრავალგზის ჩემპიონი, რომელმაც საკუთარი კვალი და ხელწერა დატოვა ბერძნულ რომაულ ჭიდაობაში. ასე ახასიათებენ კოლეგები რაიდი აბრამიშვილს, რომლისთვისაც მისივე სახელობის ტურნირი ნიშნავს. ჩემთვის ნიშნავს ჩემი ბავშვობაში დაბრუნებას, ჩემი ჭიათურის სახელის კიდევ წარმოჩენას წინ და ტრადიციები გრძელდება და ღმერთმა ხნას რომ უფრო მეტი მოჭიდავეები იყვნენ ჭიათურიდან და უფრო სახელოვნები. ყოველ წელიწადს ვიმატებს რაოდენობა მოჭიდავეების და ეს ძალიან დიდი სტიმულია ახალგაზრდა მოჭიდავეებისთვის, რომლებიც უნდა გავიდნენ მომავალ დიდ შეჯიბრებებზე. და გასული წლის ჩემპიონები და პრიზიორებმა უკვე შედეგები აჩვენეს სხვა შეჯიბრებებში. ტურნირს ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი გულშემატკივარი ჰყავს, რაც ხელს უწყობს ახალი, ძლიერი და პერსპექტიული სახეების აღმოჩენას. ჭიათურა თავიდანვე გართხმული იყო თავისი მოჭიდავეებით. ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ალბათ ჩვენი რაიდი, ვის სახელობის ტურნირი სტარდებოდა აბრამიშვილი. ბავშვებს უკვე მესამე თუ მეოთხე წელია მე ჩამოვდივარ, ვეწრები თითქმის ყოველი შეჯიბრება ახალ სახეებს აჩენს. მიხარია რომ ეს ბავშვები იზრდებიან ასეთ ტურნირებზე. ხედავთ რომ რამდენი ბავშვია, ეს ჯობი ალბათ ქუჩაში დგომის პროპაგანდას, რომ ეს ბავშვები დაგავდეს ჭიდაობაში. მეორე ის რომ ეს ტურნირი ატარებს ნამდვილი ქართველის, ნამდვილი მეგობრის, ნამდვილი კაი პიროვნების რაიდი აბრამიშვილის სახელს და სასიამოვნოა ხედავთ ალბათ რამდენი მსოფლიო ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი არის ჩამოსული ამ პიროვნების საპატივცემლოდ და იგივე შეჯიბრის საპატივცემლოდ და ფიქრობ რომ ძალიან კარგი ტურნირი ჩაეყარა საბუძველი. ტურნირს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გოგი ციცქიშვილი ამბობს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის მსგავსი ტურნირების გამართვა მნიშვნელოვანია. დღეს სარდება ჩვენი ევროპის ჩემპიონის, ჩვენი სახელოვანი მოჭიდავის ბატონი რაიდი აბრამიშვილის სახელობის ტურნირი და მზადვართ გერთი დავუდგეთ მომავალშიც გაგრძელდებასა და ვეცდებით რომ ყველაფერი გაკეთდეს. ზოგადად სპორტის და განსაკუთრებით კი ჭიდაობის მიმართ გულგრილი არ არის ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც ტურნირს თვალს ინტერესით ადევნებდა. ზოგადად აი ეს ტრადიციად იქცა, არის ძალიან კარგი და აი ამ ბრძოლაში ის თაობა იზრდება და იბადება, რომელიც მე ქვეყანას გამოადგება. ღმერთმა ნუქნას რომ ფიზიკურად დაჭირდეს ქვეყანას შველა, მაგრამ ამისათვის მზად უნდა ვიყოთ ჩვენი წარსული ისტორიიდან გამომდინარე, ესეთი სახეობები, განსაკუთრებით ჭიდაობა და სპორტის ძალისმიერი სახეობები იყო მოსამზადებელი ეტაპი ბრძოლიდან ბრძოლამდე და ქართველებს მიტომ გამოგვდის ეს ჩვენი გენეტიკურ კოდში ზის ესეთი სპორტის სახეობა, განსაკუთრებით ეს ჭიდაობები. აქ მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩამოსული არიან სტუმრები, რომლებიც ჭიდაობის სამყაროსთვის ძალიან ცნობილი სახეები არიან და მათ ის გავლენა აქვთ, როცა შეხედავენ ჭაბუკებს, რომლებიც აქვთ პერსპექტივა. ხო, ისინი შენიშნავენ ყურადღებას, მიაქცევენ, მიადევნებენ და მათი მომავალი უზრუნველყოფილი იქნება სპორტის სამსახეობაში. 26 გუნდს შორის მასპინძელი ქალაქის გუნდის მწვრთნელი ყველაზე მეტად ღელავდა. ჭიათურის გუნდი რაც შეეხება, ყველა წარმატებებს ვერ მიაღწევს, რა თქმა უნდა, მაგრამ დიდი მომავალი აქვს ჩვენ ბავშვებს. 26 რაიონი და ქალაქია ჩამოსული და ამ შეჯიბრის შემდეგ არის დიდი ალბათობა მომავალში რომ საქართველოს ნაკრების დაკომპლექტდეს. ტურნირი კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული და სანდრო კავსაძის სამუსიკო სკოლასთან არსებულმა ანსამბლებმა გახსნეს. აშღერდა საქართველოს ჰიმნით.
ორთაბრძოლები 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. გამარჯვებულთა შორის აღმოჩნდა ბექა მაკარიძე. ძალიან კარგი ტურნირი ჩატარდა, თითქმის მთელი საქართველო მონაწილეობდა ამ ტურნირში. ასეთი შეჯიბრებები ჩვენი ტოლების თითქმის აღზრდას ძალიან უწყობს ხელს და იმედია, რომ ბევრი ჩატარდება. რაც შეეხება ჩემ გამარჯვებას, ამჯერად უფრო ძლიერი მოწინააღმდეგეები მყავდა ვიდრე ადრე და ჩემი შედეგით ვარ ყმაყოფილი. გამარჯვებული მოჭიდავეები ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დააჯილდოვა. მნიშვნელოვანი იმით არის განსაკუთრებით ეს ღონისძიება, რომ ბავშვები არიან დაკავებულები, რა თქმა უნდა, ქუჩას ცხოვრებასთან იქნებიან მოწყვეტილები და მიეჩვევიან ბრძოლასაც, შრომასაც. მისასალმებელია საერთოდ ესეთი ღონისძიებები განსაკუთრებით ახალგაზრდებში. ტურნირი ჭიათურელი მოჭიდავეებისთვის ასეთი შედეგით დასრულდა. 26 კილოგრამ წონით კატეგორიაში მესამე ადგილი გიორგი წერეთელს, 47 კილოგრამ წონით კატეგორიაში მეორე ადგილი შმაგი ღუღუნიშვილს, 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მეორე ადგილი დავით სამხარაძეს, ხოლო 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მესამე ადგილი რეზო ჯაფარიძეს ხვდა.